დღევანდელ ვიდეო ლექციაში მოდით შევეხოთ თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ მიმართულებას, რასაც ქვია რელატივისტური ველის კვანტური თეორია. და სანამ უშუალოდ ამას გავაკეთებთ, მოდით ცოტა ისტორიული მიმართულებას გავაკეთოთ. რა სიტუაცია ჰქონდა უშუალოდ რელატივისტური ველის კვანტური თეორიის შექმნამდე. მე-20 საუკუნის დასაწყისში ფიზიკაში არსებობდა, როგორც ვიცით, არსებობდა და არსებობს კიდეც ორი დამოუკიდებელი და ძალიან წარმატებული თეორია. პირველი ეს არის კვანტური მექანიკა, რომელიც აღწერს ატომურ და აგრეთვე ატომურ და სუბატომურ საყაროს, ხოლო მეორე ეს გახლავთ აინშტაინის სპეციალური ფარდობითობის თეორია, რომელიც აღწერს საკმაოდ ზუსტად და წარმატებით მაღალი სიჩქარეებით მოძრავ სხეულებს. ამას მოკლედ ვამბობთ, რომ რელატივისტურად მოძრავ სხეულებს აღწერს. თუმცა შემდგომში უკვე ბუნებრივად ჩდება შემდეგი კითხვა, მაგრამ რა მოხდება თუ ნაწილაკი ერთდროულად არის კვანტურიც და რელატივისტურიც? სწორედ ამ კითხვის დასმას მივყავართ ჩვენ სწორედ რელატივისტურ ველის კვანტურ თეორიამდე. თუმცა აქ დავიწყოთ იმით, რომ თუ როგორი არის, იმით აღწერით, თუ როგორი არის ჩვეულებრივი კვანტური მექანიკური სურათი. ჩვეულებრივ კვანტურ მექანიკაში ვსწავლობთ ნაწილაკებს, რომლის მდგომარეობას ავწერთ ტალღური ფუნქციით. მოდით დავწეროთ. ესე იგი. გვაქვს ჩვენ psi xt ტალღური ფუნქცია, რომელიც გვიხასიათებს ტალღური ნაწილაკების მდგომარეობებს, ხო? ამ თეორიაში კვანტურ მექანიკაში ნაწილაკების რაოდენობა წინასწარ სრულად განსაზღვრული და ფიქსირებული არის და თუ სისტემაში ერთი ელექტრონია, მაშინ მთელი თეორიული ფორმალიზმი და ფრეიმვორკი კვანტური მექანიკის აგებული არის იმ აზრზე, რომ სისტემაში ყოველთვის ერთი ელექტრონი იქნება. თუ ორი ნაწილაკია, ყოველთვის ორი ნაწილაკი დარჩება და ეს იმნიშნავს იმას, რომ ნაწილაკების რაოდენობა კვანტურ მექანიკაში არ განიხილავს საერთოდ ნაწილაკების ცვლილებას. კერძოდ, თუ ავიღებ ტალღურ ფუნქციას, რომელიც ახასიათებს ტალღურ მდგომარეობას, აქედან ინტეგრება მთლიან სივრცულ არეზე, მთლიან არეზე, გვაძლევს ერთი სწორს ალბათობას, ეს ინტეგრალი მთლიან სივრცეზე, რადგანაც გვიხასიათებს ტალღური ფუნქცია ნაწილაკების მდგომარეობას, მთლიან სივრცეზე ინტეგრება გვიჩვენებს იმის ალბათობას, რომ ნაწილაკი სადღაცას არის, ანუ ნაწილაკი არსებობს. თუ არ იყო ერთი, ის დარჩება ერთი სწორად. არც გაჩნდება, არც გაქრება და ბუნებრივი დაშვება იყო და კითხვებიც არ ჩნდებოდა კვანტური მექანიკის ჩამოყალიბების დროს, თუ შესაძლებელი იყო საერთოდ ნაწილაკების გაჩენა, დაბადება, გაქრობა, თუმცა სიტუაცია შემდგომში უკვე შეიცვალა, რაც მდგომარეობს შემდეგში. წარმოვიდგინოთ ახლა, რომ გვინდა ჩვენ ნაწილაკის მდებარეობა, რაც შეიძლება ზუსტად ვიცოდეთ. ეხლა ნაწილაკის მდებარეობის ზუსტად ცოდნა ჩვეულებრივი კლასიკური ნიუტონისეული მექანიკისთვის ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს. ვიცით ზუსტად ნაწილაკის საწყისი კოორდინატი, მისი სიჩქარე და დეტერმინისტურად სრულად დროში ევოლუციის განსაზღვრა და პროგნოზირება შეგვიძლია. თუმცა აქ ჩნდება პირველი ფუნდამენტური შეზღუდვა. კერძოდ, აიზენბერგის გამოზღვრელობის პრინციპი, რომელიც კვანტური მექანიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რომელიც შემდეგი სახით გამოიყურება. მოდით დავწეროთ ფორმულები და შემდეგ მისი ფიზიკური აზრით ვთქვათ, დელტა x დელტა p, პროპორციული არის h bar ხაშხაზიანი ნახევრის. რას გვეუბნება ეს ფორმულა, ხო? დელტა x წარმოადგენს კოორდინატის გაზომვის სიზუსტეს აგვიწერს, ხოლო დელტა p აგვიწერს იმპულსის გაზომვის სიზუსტეს გვისაზღვრავს. ახლა რას გულისხმობთ, მოდი უფრო კარგად რო გავიაზროთ აქედან. ზოგჯერ გაუგებარი არ ხომ ამ ფორმულაში ნარსი და ამ ფორმულაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. მოდით ახლა აქედან დელტა x-ი განსაზღვროთ. დელტა x-ი პროპორციული არის ხაშხაზიანი შებარდებული 2 დელტა p-ი. ახლა მოდით ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ზუსტად განსაზღვროთ იმპულსი. ანუ ზუსტად დავაფიქსიროთ იმპულსი. ანუ ჩვენ ფაქტობრივად უშვებთ იმას, რომ დელტა p განსაზღვრულობა არის მინისტრების ნულისკენ. თუ განსაზღვრულობა, ანუ ზუსტად თუ ვიცით იმპულსი, მაშინ დელტა p რაგით პატარა არის, ხო?
თუ დელტა პ რაგით პატარა, მაშინ სასრული რიცხვი იყოფა რაგით პატარა რიცხვზე, შესაბამისად დელტა x-ი, ანუ ფასი, ანუ კოორდინატის განუზღვრელობა გვეზრდება, ასე მოკლედ. ნუ იგივე სიტუაცია გვაქვს. იმპულსის შემთხვევაში აქ თუ p-ს დავწერთ, ბუნებრივი აქ დელტა x-ი დაიწერება და შესაბამისად იმის ცოდნა ანუ თუ დელტა x-ი მცირდება, მაშინ დელტა p იზრდება, ანუ რაც უფრო ზუსტად ვიცით ნაწილაკის მდებარეობა, მით უფრო გაურკვეველი ხდება მისი იმპულსი, ხო? კი ბატონო, მოდი აქ დავტოვოთ ისევ დელტა x-ი, აქ იყოს ისევ დელტა p. ასე ბატონო ჩემო. ახლა ამ ეტაპზე შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ ეს მხოლოდ კვანტური მექანიკის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, მეც არაფერს, მაგრამ სინამდვილეში სწორედ აქ შემოდის ფარდობითობის, სპეციალური ფარდობითობის როლი. რას გულისხმობთ, რომ როდესაც დელტა p-ს უზრდით, მოდით ახლა დელტა p-ს უზრდით, ხო? აქ დავწეროთ დელტა x-ი. ესე იგი, კოორდინატს თუ ზუსტად ვაფიქსირებთ, ვცდილობთ, რომ კოორდინატის ლოკალიზება მოვახდინოთ მცირე არეში, ხო? ნაწილაკის ლოკალიზება მოვახდინოთ მცირე არეში, ჩვენი დელტა იმპულსი მით უფრო განუზღვრელი ხდება, მით უფრო იზრდება. შესაბამისად, იმპულსი უკვე აღარ არის პატარა სიდიდე, ხო? პატარა სიდიდეს აღარ წარმოადგენს და სწორედ აქ შემოდის რელატივიზმი, კერძოდ არარელატივისტური მექანიკა საკმარისი აღარ არის. ამ დროს ენერგია უკვე ჩვეულებრივი კლასიკური მექანიკური სისტემებისთვის, როგორც აქვს ენერგიას ვერ გამოვიყენებ, კერძოდ E უდრის არარელატივისტურ შემთხვევაში p კვადრატის შეფარდებული ონებთან კინეტიკური ენერგია სხეულის. ბუნებრივი ამ ფორმულას ვერ გამოვიყენებ და გვჭირდება უშუალოდ სპეციალური ფარდობითობის თეორიიდან მიღებული შედეგი ენერგიისთვის, რომელიც შემდეგი სახით ჩაიწერება და გამოიყურება. ენერგია ტოლი არის p კვადრატ c კვადრატი პლუს m კვადრატ c მეოთხე. ხო? კი ბატონო, ამიტომ ჰაიზენბერგის განზრუნების პრინციპი საბოლოოდ გვაიძულებს, რომ დავასრულოთ, რომ სივრცეში ძლიერი ლოკალიზაცია, ანუ ნაწილაკის მცირე არეალში მოქცევა იწვევს ენერგიის ძლიერ ფლუქტუაციებს, ხო? ენერგიის იმპულსის ზრდას, რომელიც თავის მხრივ რელატივისტური ენერგიის დამოკიდებულებიდან ენერგიასა და იმპულს შორის, როგორც ხედავთ, იმპულსის ზრდა იწვევს უკვე ენერგიის ზრდას. მაგრამ მეორე მხრივ აქამდე ყველაფერი ჯერ კიდევ მაინც პრინციპში ერთნაწილოვანი კვანტური მექანიკის ფარგლებშია, იმ გაგებით, რომ ფარდობითობის შემოსვლა ახლა კვანტური მექანიკის ძირითადი პრინციპი ჯერჯერობით არ დაუზიანებია, ასე უხეშად რო ვთქვა. თუმცა სპეციალური ფარდობითობის თეორია ასევე გვასწავლის, რომ მასა და ენერგია ერთმანეთთან დაკავშირებული არის. შემდეგი სახით, ენერგია უძრაობის ენერგიაზეა ოღონდ სხვაობარი. ლექციის ბოლოს შეიძლება ამის ჩვენება, ცუდი არ იქნება. მოდით ამ ლექციის ბოლოსკენ ეს ფორმულა მაინც ყოველ შემთხვევისთვის ვაჩვენოთ, რომ ენერგია უძრაობის ენერგია მართლა mc კვადრატის ტოლი არის, ცუდი არ იქნება. ხო, ენერგია უძრაობის ენერგია მოიცემა შემდეგი სახით, ენერგია უდრის mc კვადრატს. ეს კი რას ნიშნავს, რომ საკმარისი ენერგიის არსებობის შემთხვევაში უკვე შეიძლება ნაწილაკის შექმნა. მაგალითად, თუ გვინდა ელექტრონისა და პოზიტრონის წყვილის შექმნა, ხო? ამისთვის რა ენერგია დაგვჭირდება? ამისთვის დაგვჭირდება ენერგია, ერთი ელექტრონზე მოსული ენერგია, ცალკე ელექტრონზე მოსული ენერგიისთვის დაგვჭირდება mc კვადრატ ენერგია, ხო? ცალკე პოზიტრონზე მოსული პოზიტრონის შესაქმნელად დაგვჭირდება mc კვადრატ ენერგია. ეხლა ეს ელექტრონ-პოზიტრონის წყვილის დაბადება, წყვილის შეიბადებიან, ამას მარტივი ახსნა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ვაკუუმურ მდგომარეობაში სივრცის ლოკალიზებით ხდება პოზიტრონ ნაწილაკ-ანტინაწილაკის დაბადება, შესაბამისად თავიდან დაბადებამდე მუხტი უნდა იყოს 0 და დაბადების შემდეგ ახლა დაუშვათ თუ მარტო ელექტრონი დავბადეთ, მაშინ ამის მუხტი არის მინუსი, უარყოფითი მუხტი, ამის მუხტი არის პლუსი და ჯამში 0 უნდა დაგვჭირდეს, რომ მუხტი შეგვენახოს და ამიტომ ბუნებრივად თუ ელექტრონი იბადება, მას წყვილში უნდა მოსდებდეს პოზიტრონი. ხო, ეს შეგვიძლია შემდეგ უფრო ღრმად განვიხილოთ, თუმცა მივიღოთ ეს როგორც ფაქტად, რადგან შესავალ ლექციაში უფრო ღრმად ჩასვლა არ იქნება სწორი. კარგით, ახლა ხო, ეს გავარკვიეთ, კი ბატონო. ახლა აი სწორედ ამ ფაქტის კონსტატაციით, ანუ წამოწევით,
ჩვენ ხედავთ, რომ სისტემას უკვე ეს რას ნიშნავს, რომ მაგალითად, როდესაც ენერგიის ფლუქტუაცია მასშტაბი ფაქტიურად აღწევს, ესე იგი დელტა E თუ მეტი არის ან მეტი ან თითქმის მეტი ანტოლი, მოდი ასე ვთქვათ, მეტი ანტოლი mc კვადრატზე. ნუ ამ შემთხვევაში რა ხდება? სისტემას უკვე შეუძლია გადავიდეს მდგომარეობაში, ნუ სადაც არსებობს არა ერთი, არამედ რამდენიმე ნაწილაკი, რაც უკვე პირდაპირ ურტყამს კვანტური მექანიკის ძირითად პრინციპს, რომ კვანტურ მექანიკაში ჩვენი ნაწილაკთა სისტემა, ნაწილაკებისგან შემდგარი კრებული თუ რაოდენობა უნდა იყოს სასრული. ანუ დამატებით ალბათობა იმისა, რომ ნაწილაკი გაქრეს, გაჩნდეს, არ უნდა ჩნდებოდეს თეორიაში, ხო? ახლა სისტემაში ერთი ნაწილაკი ყოველთვის ერთი ნაწილაკად რჩებოდა. ხო, ახლა კი ვხედავთ, რომ ბუნებას, როგორც ხედავთ, შეუძლია ერთი ნაწილაკის ნაცვლად შექმნას უკვე ელექტროპოზიტრონული წვილი მაგალითად. ანუ ნაწილაკების რაოდენობა უკვე ფიქსირებული აღარ აქვს. აქედან გამომდინარე, უკვე ჩდება უკვე ფუნდამენტური კითხვა, რაც შეიძლება ჩვენ დავსვათ. როგორ უნდა ავაგოთ ისეთი თეორია, თუ ნაწილაკები შეიძლება ჩდებოდნენ და ქრებოდნენ, მაშინ ჩვეულებრივი ტალღური ფუნქცია psi-x სისტემის მდგომარეობის აღსაწერად, კვანტური სისტემის აღსაწერად უკვე საკმარისი აღარ არის, ხო? ამიტომ საჭირო არის ახალი ფრეიმვორკის ჩარჩოს ფორმალიზმის მოგონება, ახალი ინის მოგონება და ამ პრობლემის გადასაჭრელად უკვე ფიზიკოსებმა თლიანად შეცვალეს უკვე მიდგომაც და უკვე ნაწილაკს როგორც ასეთს უკვე ფუნდამენტურად აღარ უნდა განვიხილოთ. რა გაგებით ახლა? უკვე კითხვა ჩნდება შემდეგი, რომ კი, მაგრამ შესაძლებელია კი, რომ ნაწილაკები საერთოდ იყვნენ ფუნდამენტური, თუ მისი პირველ წყარო სივრცის ლოკალიზაციით, ანუ ველის აღზნებით გამოწვეული შედეგებიდან გამომდინარეობს ფუნდამენტური ნაწილაკების, რაც მანამდე ფუნდამენტური იყო, მათი არსებობა, ხო? შესაბამისად, მივდივარ დასკვნამდე, რომ ფუნდამენტებს წარმოადგენს არა ნაწილაკები უკვე, არამედ ველები. მაგალითად რომ მოვიყვანოთ ელექტრონ შეესაბამება ელექტრული ველი, ფოტონს ელექტრომაგნიტური ველი, ნუ Higgs, რომელსაც შემდეგ შევეხებით, Higgs-ის ველი და ეს ველები არსებობენ მთლიან სივრცეს დროში, ანუ მთლიან სივრცე დროში არიან განაწილებულები, ხო? შესაბამისად, შემდეგი ნაბიჯი უკვე იყო ეგრეთ წოდებული ამ ველების კვანტიზაცია, რაში მდგომარეობს. თუ ჩვეულებრივ კვანტურ მექანიკაში კვანტავდით ჩვენ და კვანტავთ კოორდინატებსა და იმპულსებს, განზოგადოებულ კოორდინატებს და იმპულსებს, ხო, Q-ის და P-ს. ამ შემთხვევაში უკვე ველის კვანტური თეორიის ფორმალიზმში თვით ველს, ეხლა Q-ური და P-ური განზოგადოებული იმპულსი და P-ური კლასიკურ მექანიკაში, ისევე როგორც კლასიკურ მექანიკაში, ასევე კვანტურ მექანიკაში გვიხასიათებს, ხო, თავისუფლების ხარისხებს. თავისუფლების ხარისხებს კიდე არის ის რა ვეძახით იმას, რომ იმ დამოუკიდებელ კოორდინატთა რიცხვს, რომელიც ზუსტად ვიხასიათებს ფიზიკური სისტემის მდგომარეობას, ხო? თუმცა ველების შემთხვევაში, რადგანაც ველი არის სივრცეში უწყვეტად განაწილებული, შესაბამისად, ველისთვის უკვე თავისუფლების ხარისხს და რიცხვი სასრული აღარ არის. უსასრულოა და შეიძლება უწყვეტადაც კი კონტინუუმის სიმძლავრითაც კი მივიჩნიოთ, ხო? ანუ უწყვეტად განაწილებული არის უკვე თავისუფლების ხარისხები. ამგვარად საბოლოოდ რო ვთქვათ, ესე იგი რელატივისტური კვანტური ველის თეორია არ შეიქმნა უბრალოდ იმიტომ, რომ ეხლა ვინმეს ველები მოეწონა ან რამე მსგავსი. იგი წარმოიშვება ძალიან კონკრეტული ლოგიკური პრობლემებიდან, რომლებიცაც უკვე ვისაუბრეთ. ჩვენი მიზანი არის, რომ გვინდა ლოკალიზაცია, ნაწილაკების ლოკალიზაცია, რაც მივყავართ იქამდე, რომ ლოკალიზაციას დის იმპულსის განზღვრელობას, ჰაიზენბერგის განზღვრელობის პრინციპიდან. დიდი იმპულსი იწვევს დიდ ენერგიებს, როგორც ნახეთ. დიდი ენერგიას უკვე შეუძლია აინშტაინის ცნობილი ფორმულიდან ენერგია უდრის mc კვადრატს. შეუძლია უკვე რომ გადაიქცეს ენერგია მასად, როგორც ხედავთ. შესაბამისად ჩნდება ახალი ნაწილაკები. რაც იწვევს იმას, რომ ნაწილაკების რაოდენობა აღარ არის მუდმივი, რაც კვანტური მექანიკის ფორმალიზმში აღარ ჩნდება. ამიტომ ერთნაწილაკოვანი კვანტური მექანიკა საკმარისი აღარ არის, ხო? სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა და ვაყალიბებთ რელატივისტურ კვანტური ველის თეორიას, სადაც უკვე როგორც ნახეთ და როგორც ნახეთ და ვნახავთ მომავალშიც, ფუნდამენტური ობიექტები უკვე არიან ველები,
ხოლო ნაწილაკები უკვე წარმოადგენენ, შეგვიძლია ვთქვათ, ამ ველების კვანტურ აღგზნებებს, ასე ვთქვათ. ხო, ახლა მოდით პატარა სურათს გაგიზიარებთ და მოკლედ რომ შევეხოთ ამ სურათს. ეს სურათი გვიჩვენებს კარგად, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ხო, რას გვიჩვენებს ახლა? ეს სურათი რას გვიჩვენებს? ამ სურათზე მოცემული გვიჩვენებს სწორედ ამ გარდამავალ პროცესებს. ეს არის ჰორიზონტალურ ღერძზე გადაზომილი გვაქვს პოზიცია, ანუ პოზიციის გამოზღვრელობა, ხო, დელტა x, ხოლო ვერტიკალურ ღერძზე ენერგიის გამოზღვრელობა გვაქვს გადაზომილი და ჩვეულებრივ შემთხვევებში, როდესაც ლოკალიზება არც თუ ისე დიდია, ხო, ლოკალიზება თუ დიდი არ არის, ჩვეულებრივი კლასიკური რეჟიმი გვაქვს. და ნუ სისტემის აღწერა იმ შემთხვევაში თუ ნაწილაკის ზომები დიდი არის, შესაბამისად მათი ზომები თუ დიდი არის, სიჩქარეები არელატივისტური, ჩვეულებრივი ნიუტონის თეორიული მექანიკით, კლასიკური მექანიკით შეგვიძლია ავწეროთ ფიზიკური სისტემა, ხოლო შემდეგში უკვე რაც უფრო ვზდით ლოკალიზაციის ხარისხს, ნუ აქ ჩნდება უკვე ზღვარი, ამას ეძახიან კომპტორის ტალღის სიგრძეს. კომპტორის ტალღის სიგრძეზე ნაკლებ შემთხვევაში უკვე აქვს უკვე სისტემას იმის უნარი, რომ დაბადოს უკვე პოზიტრონ ელექტრონის წყვილი. და შესაბამისად, აი ამ არეში უკვე სამი არე გვაქვს ფიზიკური სისტემების აღწერის. აქ უკვე ირთვება კვანტური რეჟიმი და აი სწორედ ამ არეში, როდესაც აი ამას ჩამოწდება უკვე სისტემის ლოკალიზაცია, იმის უნარი რომ სისტემას წარმოშვას ნაწილაკები დაბადოს, ამის ალბათობა იზრდება, რა თქმა უნდა და რეალურ პროცესებში ხდება და დაიკვირვება, რა თქმა უნდა ექსპერიმენტის შედეგებიდან გამომდინარეც და შესაბამისად კვანტური მექანიკური და მით უმეტეს კლასიკური აღწერა ამისთვის საკმარისი აღარ არის. კარგით, ახლა მოდით პატარა გამოთვლებით ჩავატაროთ, თუდი არ იქნება. აი ფორმულას აი ამ შედეგიდან რომ მოდით უცებ გამოვიყვანოთ ენერგიის ფორმულა, თუდი არ იქნება და მით დღევანდელი ჩანაწერი მოვრჩეთ. კი ბატონო, მოდით ახლა მოვიქცეთ შემდეგი სახით, ესე იგი, მოდი ქვემოთ დავწერ. მცირე გამოთვლითი სამუშაოც ჩავატაროთ, თუდი არ იქნება. ხო, ენერგიისთვის ესე იგი ჩვენ რა გვქონდა? ეს ტოლი არის, ენერგია ტოლი არის p კვადრატ c კვადრატი პლუს m კვადრატ c მეოთხე, ხო? მოდით ასე მოვიქცეთ. გავიხილოთ მცირე სიჩქარეებში, რა თქმა უნდა, ნიუტონის თეორიული მექანიკაში უნდა გადავიდეთ, ენერგია უნდა გახდეს უკვე კლასიკური. ამისთვის ასე მოვიქცეთ, მოდით შემდეგ საერთოდ მოვიდეთ m კვადრატ c მეოთხე გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. m კვადრატ c მეოთხე გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. ფრჩხილებში დაგვრჩება ახლა ჩვენ 1 პლუს p კვადრატ c კვადრატი, ხო? p კვადრატ c კვადრატი შეფარდებული m კვადრატ c მეოთხესთან, ესენი შეეკვეცება, აქ კვადრატია. ეხლა აქედან ჩვენ მოდით ასე მოვიქცეთ, ეს კიდე გარეთ გავიტანოთ, mc კვადრატი დაგვრჩა, ფრჩხილებში გვაქვს 1 პლუს p კვადრატი შეფარდებული m კვადრატ c კვადრატი, ხო? ასეთი გამოსახულება მივიღეთ. ახლა იმ შემთხვევაში თუ p გაცილებით ნაკლები არის mc-ზე, ნუ ბუნებრივია ეს გამოსახულება, მოდით აი აქედან გამოდის, რომ p შეფარდებული mc-ზე მცირე სიდიდეა, გაცილებით ნაკლები 1-ზე, შესაბამისად აი ეს სიდიდე არის გაცილებით ნაკლები 1-ზე. მოდით ბევრი რა დავწეროთ, აი ეს იყოს x, ანუ აი ეს x გაცილებით ნაკლებია 1-ზე. ესე იგი, აი ცალკე იმას რო შევხედოთ, ნახეთ, აი ამას თუ შევხედოთ, ეხლა ჩვენ fx უდრის. შემდეგ გამოსახულებას მივიღებთ 1 პლუს x. და x-ი რადგანაც მცირეა, მოდით მაკლორინის წყრივად გავშალოთ, ეხლა ეს ჩვენ. რაც ნიშნავს იმას, განვიხილავთ ტეილორის კერძო შემთხვევას, მაკლორინის წყრის, ანუ 0.1-ის მიდამოში ვშლით ამ ფუნქციას. x-ის სიმცირიდან გამომდინარე, ხო? გავიხსენოთ, ესე იგი, მაკლორინის წყრის ფორმულა, ესე იგი, გაშლა fx უდრის f0 პლუს ტეილორის წყრივი არის 0.1-ის მიდამოში, მეტი არაფერი. f'(x) გამრავლებული x პლუს f2' ჩასმა, ჩასმა 0 x კვადრატი შეფარდებული 2-ის ფაქტორიალთან და ნუ მაღალი რიგის წერები გვაქვს კიდე აქეთ, ხო? და ეხლა fx-ის როლში გვაქვს კვადრატული ფესვი 1 პლუს x-თან, ხო? 1 პლუს x-თან ეს ტოლი იქნება, ჩასმა f-ი 0-ში იქნება, ნუს რო ჩავსვათ აი აქ. ეს იქნება 1 დამატებული f'0-ში არის, ანუ ის უნდა გავაწარმოოთ, ამის წარმოებული x-ით იქნება 1 მეორედი, 1 პლუს x-ი ხარისხად -1 მეორედი, ხო? გამრავლებული ჩასმა x-ი უდრის 0,
განმავლობი x-ზე და პლუს მოდი გავითვალისწინოთ მხოლოდ წრფივი მიახლოება. ეს ტოლი იქნება, რის ტოლი იქნება ესა და 1 პლუს 1/2 x-ის მაგივრად, აი x-ის მაგივრად 0 უნდა ჩავსვათ. შესაბამისად, აი ეს წევრი 0-ია, ხო? აი ეს იქნება 0, 0 კი არა 1, ბოდიშით. 1-ია, ხო ეს? ანუ 1/2 ჯერ 1 გვჭირდება. ანუ 1/2 და აი ეს x-ის დავამატოთ, დავწეროთ აქ. აქ არის x-ი. ხო, ესეთი გამოსახულება მივიღეთ. ანუ აი შეგვიძლია შევცვალოთ 1 პლუს 1/2 x-ად. ანუ აი აქ, ესე იგი ეს რის ტოლი ყოფილა. მიახლოებით თქო. რა თქმა უნდა, მიახლოებას ვაკეთებთ. ნუ ფიზიკურად გამართლებული მიახლოება, იმიტომ რომ მცირე სიჩქარეებს, მცირე იმპულსებს განვიხილავთ, ხო? ესე იგი ეს ტოლი იქნება mc კვადრატი, კვადრატული ფესვი, არა, კვადრატული ფესვი არ გვინდა. აი ეს გამოსახულება უნდა შევიტანოთ. 1 პლუს 1/2 x-ი, მაგრამ x-ი თქო ეს აღნიშნეთ. აი ეს იგი, ხო? 1/2 p კვადრატი გვექნება m კვადრატ c კვადრატი. ეს ტოლი იქნება გავხსნათ წილი mc კვადრატს პლუს p კვადრატი. ნუ m და m კვადრატი შეგვიკვეცა, c კვადრატები შეგვიკვეცა, m და m კვადრატი აქედან 1m დაგვრჩა და აი ესეთი გამოსახულება მივიღეთ. ესე იგი ენერგია მცირე სიჩქარეებისთვის ტოლი ყოფილა mc კვადრატი პლუს p კვადრატი შეფარდებული 2m-თან. 2 რასაც წავიღეთ, თქო. ხო, p კვადრატი შეფარდებული 2m-თან. რა ეს ნაწილი? p ხო არის mv, ანუ ეს არის mv კვადრატი, mv კვადრატი. ჭხილებს თუ გავხსნით, ესე დავწეროთ მოდით mc კვადრატს პლუს m კვადრატ v კვადრატი შეფარდებული 2m-თან გვრჩება. ესენი წავა და მივიღეთ შემდეგი გამოსახულება, ესე იგი ენერგია ტოლი ყოფილა mc კვადრატს პლუს mv კვადრატ ნახევარი. ხო, ეხლა სხეული უძრავი სიჩქარე არ აქვს, ეს 0-ია. ეს წევრი აღარ გვაქვს და გვრჩება რომ ენერგია სხეულს მაშინაც კი გაარჩია, როცა უძრავია, ხო? mc კვადრატს. ნუ ის ჩვენებაც გვინდოდა, სწორედ ის მივიღეთ. კარგი, დღეს მორჩეთ ამით და ნუ შემდეგში უკვე გადავართ უფრო სერიოზულ სამუშაოებზე. და სერიოზულად მივუდგეთ მოდით საკითხს, კარგით.